უსაფარ ცხოველთა დღეს მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყო. აქციის ორგანიზატორი 13 წლის დათა არველაძე იყო, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა უპატრონო ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება და მსურველობა გამოიჩინონ. აქციას ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი და ქუთაისის რამდენიმე სკოლა შეუერთდა. მათი თქმით, მსგავსი აქციები დადებითად აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ქუთაისში პირველად ისტორიაში ჩაატარა დათა არველაძემ 13 წლის ბიჭმა ესეთი აქცია, თვითონ ყავს შეფარებული ქუჩის უამრავი ცხოველი, ფარველობს მას, მათ დაბინავებას ანხორციელებს და ქუთაისში პირველად მოხდა ესეთი ღონისძიება. ეხლა მართალია ხალხი არ მოძრაობს, იმდენად წვიმა არის, მაგრამ ზაფხულობით თუ გაკეთდება ესეთი აქცია, საკმაოდ ბევრი ცხოველის დაბინავება მოხდება. აი უფრო დახვეწა მოხდება, ბანერებს გაუკეთებთ, ეხლა უფრო ორგანიზებულად დავეხმარებით შემდეგში რომ გააკეთოს ეს ღონისძიება და ასე ვთქვათ, ტრადიციად დარჩება ასეთი ქალაქში, რომ ცხოველების გაჩუქების აქცია იქნება ქუთაისში სისტემატურად უკვე აი დღეიდან მოყოლებული მომავალში. პირველ რიგში დედაჩემის თანადგომით შევძელი ეს ყველაფერი, შემდეგ მე ხალხი მწერდა რომ აქციას თუ გავაკეთებდით და ახლა ჩვენ გავაკეთეთ აქცია რომ ცხოველებს დავეხმაროთ, შემოწირულობა ავიღოთ და ვაჭამოთ საკვები, მედიკამენტები ავაგროვოთ და ასე შემდეგ და გავაჩუქოთ ლეკვები. ახლა ჩვენ რო ავაგროვებთ დღეს ამ საკვებს, გავალთ და ვაჭმევთ ქუჩის სახლებს. მე ვარ ქეთი ჩინჩალაძე 32 სკოლიდან, გავიგე ამ აქციის შესახებ და შემოვერთდი მეც მას და ერთი ძაღლის წავიყვანე. ჩვენ ვართ 23 სკოლიდან, მე-4 კლასიდან. ჩვენმა ბიბლიოთეკის მასწავლებელმა გაგვაგებია ეს ამბავი, რომ 4 აპრილს არის ძაღლების დღე და გაგვაკეთებია პლაკატები, რომლითაც ჩვენ მოგვატანია ხურდები, რომლითაც ჩვენ ძაღლებს დავეხმარებით და დავუდგებით გვერდში. 23 საჯარო სკოლიდან მოგესალმებით. მე ვასწავლი აი ამ ბავშვებს მე და საზოგადოებას საგანს, რომელიც ძალიან უყვართ და მეთანხმებიან ალბათ. და დღეს გამოთქვეს სურვილი ბავშვებმა რომ მოვიდეთ ამ აქციაზე და დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს. ცხოველების მსოფლიო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 1931 წელს მიიღეს, როდესაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბუნების დაცვის მოძრაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.